გამარჯობა, ეს არის ქრონიკა 11 საათზე, ახალ ამბებს თამარ გედევანიშვილი გაგაცნობთ. უნძულუტოია ზემომხდარი ტერაქტის მსხვერპლი ნათია ჩხეტიანი ამ წუთებში ოსლოს სასამართლოს სხდომათა დარბაზში შედის. ქართველი გოგონა, რომელიც სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა ანდერს ბრეივიკის სასამართლო მოსმენას დაესწრება. საუკუნის პროცესის დღე მეორე ამ წუთებში იწყება. თქვენ პირდაპირ ეთერში ოსლოს საოლქო სასამართლოს ხედავთ. ანდერს ბრეივიკი უკვე დარბაზშია, ის პროცესი რამდენიმე წამის წინ შეიყვანეს. ქრონიკამ ნათია ჩხეტიანთან ოსლოს ტერაქტის მსხვერპლთან და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ქართველ გოგონასთან ექსკლუზიური ინტერვიუ საუკუნის პროცესის წინ ჩაწერა. ქართველი გოგონა კი, რომელიც ნორვეგიელ ტერორისტს შემთხვევით გადაურჩა, ტრაგიკულ დღეს ქრონიკასთან იხსენებს. ექსკლუზიური ინტერვიუ ნათია ჩხეტიანთან ქრონიკის ევროპის ბიურომ უკვე მეორედ ჩაწერა. რასელის ნათია ჩხეტიანი პროცესისგან გოგონა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მისი უახლოესი მეგობარი კი ანდერს ბრეივიკმა სიცოცხლეს გამოასალმა. ჩხეტიანი მკვლელის ჩვენებებს სხდომათა დარბაზში თავადაც მოისმენს. ოსლოდან პირდაპირ ეთერში სოფო ზურაბიანი გვერდება. უკვე მეორე დღეა ისტორიული პროცესი ოსლოში თბილისის დროით 11 საათზე იწყება. დღეს ბრეივიკს მოусმენენ, მან უნდა გამარტოს, რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა. ტელეკომპანია იმედს დღეს საშუალება ჰქონდა უკვე მეორედ გადარჩენილი ნათია ჩხეტიანი ჩაეწერა. უტოიაზე მყოფი გოგონა ამბობს, რომ მისთვის ძალიან რთულია იმის გახსენება, რაც ზაფხულში მოხდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ის აპირებს პროცესს დაესწროს და პირადად მოусმინოს ანდერს ბრეივიკს, რომელმაც მისი უახლოესი მეგობრის თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეიდან იწყება მისი განმარტებების პროცესი. და დავესწრები ასევე მაისის ნაწილი, სადაც უშუალოდ კუნძულის შესახებაა და თამთას შესახებ. რთული არ იქნება შენთვის მოსასმენად ეს? რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ ეს შემთხვევა, როდესაც შენ ამ სიმართლის დადგენაში მონაწილეობა უნდა მიიღო. ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინ ჩავწერეთ ნათია ჩხეტიანი, ეს იყო ძალიან მოკლე ნაწილი მისი ინტერვიუდან, უფრო ვრცელ ინტერვიუს ჩვენ შუადღის 2 საათზე შემოგთავაზებთ. საუკუნის პროცესის დეტალები და ექსკლუზიური ინტერვიუ ოსლოდან პირდაპირ ეთერში სოფო ზურაბიანი